ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ზოგადად ფილმებს არ ვუყურებ. ძალიან იშვიათად ვუყურებ ხოლმე რაღაც განწყობისთვის. რა თქმა უნდა, სასურველი იქნება ისეთი შინაარსის ფილმები, რომელიც ჩვენ თავში ჩაგვახედებს და გვაფიქრებს და უფრო მორალური და ანალიზში სიტუაციის შეფასებაში დაგვეხმარება. ასეთი შინაარსის ფილმები. შეიძლება იყოს მძიმე, შეიძლება იყოს სახალისო პირიქით, თავარია რომ ჩვენ თავთან შეგვახვედროს. რას გირჩევდათ მონაზონი, ალბათ თავარი წიგნი, რასაც ყველას ვურჩევთ, არის სახარება, შემდეგ არის წმინდა მამების განმარტებები, არის წმინდანთა ცხოვრება და არის ისეთი წიგნების ავტორები, მაგალითად დოსტოევსკი, რომელსაც ეკლესია გარდა წმინდა მამების თხზულებებისა არ კრძალავს კი არა, პირიქით ეკლესია ურჩევს მათ კითხვას, იმიტომ რომ მათში არის ძალიან დიდი ადამიანური სიბრძნე და გამოცდილება, რაც ანუ ჩვენს ისევ ცხოვრებას გვასწავლის და მეტად ბრძენს გაგხდის და გაგვაადამიანურებს ასეთი ლიტერატურის კითხვა და ზოგადად მამა გაბრიელი გვეუბნებოდა ხოლმე სამთავროში, რომ წიგნებს ადამიანი შეიძლება არ კითხულობდეს, მაგრამ აი თაროზე როდევს და უყურებ, ისიც კი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკვე შენ იმ სამყაროში და იმ გარემოცვაში იმყოფები და ეს ძალიან აღრმავებს ადამიანს და ძალიან შინაგანს ხდის და თუ შინაგანი ხარ, ანალიზიც მეტია, თუ ანალიზი მეტია, უფრო ადეკვატური ხარ მოვლენებთან მიმართებაში, უფრო სწორად აფასებ ყველაფერს და შენ სიმშვიდე გექმნება სწორი შეფასებით გარემოსი და ზოგადად საზოგადოებაშიც ასეთ კლიმატს ქმნი, ამიტომ რაც მეტი წიგნიერი ადამიანი იქნება, მეტი განათლებული, უფრო მეტი ურთიერთგაგება და უფრო შეგნებული და იოლი გარემო იქნება ურთიერთობებისთვის. ნუ ახლა ალბათ ჩემგან ადეკვატური იქნებოდა მე თქვა რომ საგალობლებს მოусმინოთ, მაგრამ გუშინ ზუსტად ამას საუბრობდით ახლა გამოფენისთვის რომ ვემზადებით, ვფიქრობდით ეს კოსმოსის კადრებს რა მუსიკა უნდა შევურჩიოთ, მაგრამ მე ვთქვი რომ გარდა ანგელოზებისა სამყაროში არსებობს იგივე უფლისქმნილება ანგელოზი, რომლებიც გალობენ, მათგან ვისწავლებ ჩვენ გალობა და უფლისქმნილებაა დედამიწა, პლანეტები, მზე და ამ სამყაროს ზოგადად აქვს თავისი ხმა, მზის მოძრაობას თავისი ხმა აქვს, დედამიწას თავისი ხმა აქვს და ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, რომ ეხლა კოსმოსის კადრები რომ იქნება გამოფენაზე დავუდოთ ასეთი ხმები, მზის, დედამიწის ბრუნის რაღაც უცნაურია, იცი ძალიან. მე პირადად დამაფიქრა ამ ხმამ, არ არის მუსიკა, მაგრამ არის რაღაც მელოდიური, რომელიც მე პირადად ამისი და ასეთი შინაარსის, ნუ მე პირადად ჯაზი ძალიან არ უსმენ, მაგრამ მოусმენდი ზოგადად არ შემოაქვს ჩემში ხმაური, ვთქვათ. ძალიან ბევრი ისეთი ნამდვილი კარგი ნაწარმოების მოსმენა, კარგი ეს განწყობის მიხედვით, მაგრამ აი ახლა ესეც ვამბობ, მე სამყაროს ხმას რომ მოусმინოთ არა, მზის ხმას რომ უსმენდი, მე პირადად რაღაც ისეთი იდუმალი იყო, რომ ჩემი სინდისის ხმის მოსმენა დავიწყე და ამიტომ ვურჩევდი ყველას, რომ სინდისის ხმას მოусმინოთ. ყველას ერთი და იგივე ქალაქს ვერ ვურჩევდით რომ მოხდეს, ალბათ ეს მიზანსწრაფიდან გამომდინარეა, მათი შინაგანი სამყაროდან, ინტერესებიდან, ნუ ვის პარიზში ვურჩევდით რომ ერთხელ მაინც მოხდეს, ვის რომში, ვის ათენში, ვის შეიძლება იგივე იყოს კონსტანტინოპოლი, სტამბული. შეიძლება ვიღაცას თბილისი ვურჩიო, მე შეიძლება თბილისი ვურჩიო ძალიან ბევრს. მე მაგათაც ვურჩევდი ვენას. ამიტომ მომიწია ქალაქებში ყოფნა და იქ არის რაღაც ძალიან ნეიტრალური ეს გერმანული დისციპლინა, არის იტალიური ცეცხლი და რაღაც ისეთი ნაზავია და ძალიან მომწონდა, ნეიტრალურია ძალიან. აი ქუჩაში რომ გადიხარ, არა გაქვს შეგრძნება რომ სახრიდან გახვედი, იმიტომ რომ არის საოცარი ურთიერთპატივისცემა. და მე ისეთი გარემო მომწონს, სადაც მეტი ურთიერთპატივისცემაა საზოგადოებაში, ამიტომ ასეთ ქალაქს ვურჩევდი. მე მაგალითად შეიძლება ხელფასი არ მაქვს ზოგადად და ამიტომ ხო ვცრუობ
ამ პასუხში, მაგრამ რომ ქონოდა ხელფასი და რომ ყოფილიყო სიტუაცია, გადავიხდიდი რაიმე არა მარტო ერთი თვის, ალბათ ძალიან ბევრი თვეების ჰონორარს, რამე სამშვიდობო ღონისძიებაზე რომ იყოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, სადაც იქნებოდა აქცია ურთიერთგაგებისთვის და კულტურების და გამოცდილებების გაცვლა იქნებოდა, რომ მეტი პატივისცემა ჰქონდეთ და უფრო დაუშვათ ქართველების მეტი ინტეგრაცია მომხდარიყო სოფლიო კულტურასთან და გამოცდილებასთან, რომ არ იყოს ჩაკეტილობა და ნახონ ისიც დაუშვათ, რომ ევროპა, იგივე ამერიკა ეს ცივილი ქვეყნები არ არის მარტო ისაც გონიათ არასწორად აღქმული თავისუფლება და მიქ არის ძალიან ბევრი სიღრმე, ბევრი შრომა და მუშაობა თავის თავზე, რაიმე აი ასეთ ღონისძიებას შეიძლება მithonაც გამაკეთებინა. როდესაც მაქვს თავისუფალი დრო მონასტერში, მონასტერი რომელშიც მიწევდა ცხოვრება ყოველთვის იყო ტყესთან ახლოს და მქონდა ასეთი ფუფუნება, რომ თავისუფალ დროს, ანუ ეს გართობა რა არის, ანუ განმოხტო ხო ამ შემთხვევაში, გავდიოდი, სულ ვცდილობდი რომ გავსულიყავი ტყეში და იქ სადაც იყო ციყვები და ბუნებასთან კონტაქტი ძალიან განმოხტავს, ალბათ იქ აი ტყეს ვშორდებოდი და მონასტრისკენ ბრუნდებოდი ხოლმე, იქიდან ჩიტების ჭიკჭიკის ხმა სუსტდებოდა და უკვე შორიდან ისმოდა და წინ კიდე ეკლესიიდან გამობისხმა ძლიერდებოდა და ანუ რაღაც ისეთი გაცვლა იყო რა, ორივე ძალიან კარგი, მაგრამ ვცვლიდი ხოლმე ამ ორ საგალობელს და ბუნებასთან კონტაქტია ყველაზე დიდი განმოხტვა ჩემთვის, მდინარის ხმა იგივე ფოთლების შრიანი და ჩიტების ჭიკჭიკი, ციყვი მაგალითად როგორ ეძებს სარჩოს თავისთვის ან ჭიანჭველა როგორ ამას ვაკვირდები ხოლმე, იმიტომ რომ ბუნება ყველაზე გულწრფელია და ამ დროს სადაც გულწრფელი გარემოა, შენ თავთან უფრო კომფორტულად ხარ. დიახ, სწორედ ახლა მყავს ერთი მონაზონი სტუმრად საბერძნეთიდან და ძალიან დავიბენი, საიდან დამეწყო, იმიტომ რომ ის არის ინგლისიდან და ძალიან მინდა რომ ჩვენი ქვეყანა სწორად მივაწოდო, რომ სწორი შთაბეჭდილებები გაყვეს აქედან, შემდეგ სხვებსაც გაუზიაროს და ძალიან დავიბენი, არ ვიცოდი რომელი ერთი მეჩვენებინა დავით გარეჯის უდაბნო, ყაზბეგის სამების მონასტერი, თუ აი იმდენად ურთიერთგამომრიცხავი და რაღაც რადიკალურად განსხვავებული ბუნება და სანახაობა საპაწაწუნა საქართველოში, რომ ნამდვილად ვიბნევი, მაგრამ ალბათ მაინც უფრო ყაზბეგი ალბათ. გერგეტი, სამების მონასტერი. ბოლო დროს ჩემი ამოჩენებული ნივთია ერთი დამტვრეული მაკრატელი, რომელმაც მეხუთე გამოფენას ვაკეთებ და შუამდე როგორღაც მიერთგულა მეხუთე გამოფენის ნაწილიც მან და აღმოაჩინდა, რომ ისეთ დამოკიდებული ვარ ამ მაკრატელზე. რომ ახალი მომიტანე საჩუქრად და მაგალითად ვერ შევცვალე და ისევ იმას ვიღებ ხოლმე ხელში. ამოჩენებული ნივთი, ზოგადად ნივთები არ გამოჩნია, არ ვიცი ესეთი. პროფესიული რჩევა, ზოგადად მონაზნობა, მონოს მარტო ყოფს ნიშნავს, მარტოობაში ალბათ მეტად შეისწავლი ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ შინაგანი სულის მოძრაობებს და რასაც მე ჩემ თავსაც ვთხოვ და შესაბამისად სხვებსაც ვთხოვდი იგივეს და სიყვარულით ვურჩევდი, რომ კონდეს მეტი ურთიერთგატანა, ურთიერთგაგება, მიტევება, იყოს ნაკლები აგრესია, იმიტომ რომ ეს ჩვენ რასაც გავცემთ გროვდება ატმოსფეროში და იგივეში გვიწევს ცხოვრება და ფაქტიურად რასაც სხვას უსურვებთ, ჩვენ თავსაც იმას უსურვებთ, იმიტომ რომ ეს გარეთ რასაც რა ენერგეტიკასაც ვუშვებთ, იგივეში ვიმყოფებით, იგივეში ვსუნთქავთ, ვარსებობთ და შეიძლება ჩვენ თვითონ გავიგუდოთ შემდეგ აქ და ამიტომ მე პირადად ჩემ თავს ძალიან ვთხოვ ყოველდღიურად და ყოველ წამს, როდესაც მინდა ან რაღაცაზე ისეთი გამღიზიანდი რეაგირება მქონდეს უარყოფითი, რომ ყველაფერი რაღაც მეტი მოთმინებით, მეტი სიყვარულით, აგრესიის გარეშე, მეტი წონასწორობით, რომ მეტი ბალანსი იყოს საზოგადოებაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ანუ სხვას კი არა, ჩვენ თავს ვეხმარებით ამეთი პირველ რიგში, თუ როგორ გარემოს შევქმნით, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. ამიტომ მეტი სიყვარული, ღიმილი მეტი და სიმშვიდე და ურთიერთგაგება და გატანა. რეკომენდაცია
სწორად შერჩეული ლიტერატურის კითხვა. და ისევ და ისევ განათლება, ისევ და ისევ მეტი ანალიზის უნარი რო შევძლოთ, რომ გავიოლოთ არსებობა და უფრო მეტი უფრო აზრიანი გახდეს ჩვენი არსებობა ამისთვის არის ალბათ მეტი შემეცნებით მხარეზე რომ ვიზნუროთ ეს არ ვიცი შეიძლება არ იყოს წიგნი და იყოს რამე სხვა არ ვიცი